მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია და განსაკუთრებით მიხარია თქვენთან შეხვედრა, იმიტომ რომ საოცარი სტუმარი მყავს, ადამიანი, რომელთაც საუბარით სულ სიამოვნებს და სულ მაკლია და დეფიციტი მაქვს და ესე გამოვკეტე ახლა ოთახში და მე და თქვენ ერთად ვისიამოვნებთ მისი მსჯელობით, მისი ცხოვრების გამოცდილებით, ბრძენი ქალია, კარგი მოსასმენია და ძალიან ბევრ სანიშს მოგცემს დარწმუნებული ვარ, რაც გამოგვადგება ცხოვრებაში. ნინო ნადირაძე მყავს სტუმრად, ქალბატონი ექიმი, ტელეწამყვანი, მოდელი, სამართლიანი, კარგი მეგობარი, ლიდერი, დედა და ასე შემდეგ შევიძლია დაუსრულებად გავაგრძელო. ნინო, მადლობა რომ მოიცალე ჩვენთვის და მოხვედი. ნანიკა, შენ როდის უნდა მითხრა და სად არ უნდა მითხრა, რომ არ მითხარი. აღწევი იმ ფერნიდან მოვა. მიხარია. არ მახსოვდა რომ თან გადაღებაც მიდის და ბაგავა რა ხარ. ძალიან ლამაზი ხარ, გადასარევად. წრები გამჭორა. რა გონებულა ეკალი. გადასარევად გამოიყურები როგორც ყოველთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. ნინ, რაღაცნაირად დავიწყეთ ხა იუმორით, რომ მოდი, იცი რა ვქნათ, მოდი იუმორით წავიყვანოთ. იუმორით წავიყვანოთ, კი. ეს ხალხი რაღაცა ყველაფრისგან ის მძიმე აურას ქმნიან და რაღაცა იმდენი დადის უკვე ამ ფორმით, რომ უნდა დაიხსნენ და რა ვიცი, ამოვწყდეთ, მოდი რა ვიხაროთ, გავმრავლდეთ. ბედნიერო და კარგ რაღაცებზე ვილაპარაკოთ, ნამდვილად გადავწყვეტოთ ხარ შენ ლამაზი, ძალიან მაგარი. თან მესამე შვილსა ჩემო ყველაზე უფრო ჩემთვის არის გმირობა, როდესაც ქალი აჩეს ბევრ შვილს. აი, ერთი შვილი რო გავაჩინე, თავი მეგონა ქართლის დედა, ნუ ორი რო გავაჩინე, დედამიწა ბეჭებით მეჭირა, თან 7 წლიანი შვალები რო აი ძლივს გავბედე და შენ ძალიან მაგარი ხარ, ჩემი რესპექტი ყველა იმ ქალბატონს, ვისაც დიდი მადლობა. ეს იმხელა ტვირთია, სასიამოვნო თვირთიც ქვია, მაგრამ იმხელა პასუხისმგებლობა ყველა შვილის დაცემინება, დახველება, არასწორი ჩასუნთქვა, არასწორი ამოსუნთქვა, არიქა მხარში მოიხარა, არიქა ფეხი ამოუბრუნდა, ეს არის, აი ეს დროზე მოვიდა სახში, რო გაიზრდება მე ხო დიდი შვილი, დიდი პრობლემები და მოკლედ ჩემი დიდი რესპექტი, დიდი მადლობა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე კარგი რაც ჩემ თავს გავუკეთე, ჩემი შვილებია. მოდი ამ ტალღით გავაგრძელოთ მაშინ. ანუ მეგობრები გყავს ახლა და რაღაცნაირი ბალანსი გაქვს დაცული. ოღონდ ესე არ არის რომ დისტანცია არ აქვს. ხო, რანაირად მოახერხეს ყველაფერი. როდესაც შვილი დედასთან ძალიან ისეა შეთან მე როგორც უფროსი მეგობარი ისე ვარ დისტანცია ყოველთვის მიჭირავს მაგრამ როგორ მოვახერხე გეტყვი არც მე ვუძვრები მათ სულში არ ვცდილობ რომ მთლიანად თავს მოვახვიო ჩემი სურვილები ჩემი აი მე მინდა ესეთი გამოხვიდე და ისეთი გამოხვიდე და ის კი არა ხა იმკომ რომ გადაწყვიტა არ მინდაოდა და მედიცინაო და მოკლედ მთელი წელი ვამზადებდი გუგას მე ეს გავიგე რომ აუცილებელი არ არის როდესაც ხარ იბა კუზანოვი იყო ექიმი ამ ბავშვს მოწონს ეს კომპიუტერული ტექნოლოგიები, ეს ხელოვნური ინტელექტი, ეს პროგრამირება, ეს ისა და ვერ გაუბედა მამამის ამის თქმა. და ნუ აი ჩემთან, ნუ აი რა ვქნა ვარ და ეს იშობა სამსახური აი ამ პროგრამირებით ინსტიტუტიდან რომ მოდიოდა აი ამას აკეთებდა და ისე მოწონდა ეს რაღაცა რომ მითხარი გუგა მეთქი ხა რატო უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე როგორც გინდა შენ. დაანებე თავი არ შეიძლება იყო ექიმი თუ ძალიან არ გიყვარს ეს საქმე. გამორიცხულია, ეს არის ტანჯვა და ვერც გამოხვალ ექიმი. და ამიტომ რაც უყვარს ადამიანმა ის უნდა აკეთოს და ამიტომ მე არასოდეს არ მიკითხავ ჩემი შვილისთვის, აი მე შვილო ვინ მოგწონს, ვისთან ვიზე ლაპარაკები, აბასად გაიხედე, აბასად გამოიხედე, აბა რას აკეთებ, აბა რას იცმევ. ისე დაამთავრა ორივემ სკოლა საკმაოდ წარმატებით. რომ მე ვიყავი ალბათ ერთხელ ან ორჯერ მისული, ის კლას ვერ ვაკნებდი. ხო, აი, იმიტომ რომ ალბათ არასოდეს არ მიკითხავს რა ნიშანი მიიღე. რატო არ გახდი რაღაცა ათოსანი ან ლიდერი. აი, ეს არანაირად ეს მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ეს ჭირს მაპატიონი მშობლებმა, ვისაც თვითონ არ გაუვლია ეს წნეხი. რომ მე რო ვიცი რა არის ეს რა 4-იანის მიღების უფლება არ გაქვს ყველაფერი კონტროლის ქვეშ აუცილებლად მედალი ხუთები და ეს იმდენად გახჭობს რომ ადამიანი არ უნდა დაახჭო. გართმევს ხო ნინ რაღაც იმ ლაღ პერიოდს ესეც დამოკიდებულება თუ როგორ ფიქრობ? მე ისედაც მიყვარდა სწავლა, ისედაც კითხვა მიყვარდა სხვები რომ ეზოში თამაშობდნენ, ახლა დღემდე დამცინია რომ მთელი ბავშვები ეზოში რომ ვიყავით რომ ჩავდივართ. შენო იჯექიო და წიგნებს კითხულობდიო. მაგრამ ეს
შიში რო აი ვაიმე 4-იანი არ მიიღო, ნუ ჩვენ დროს 5 ბალიანი შეფასების სისტემა იყო. დედა ის რა სიტყვის, დედა ეს რა სიტყვის და მე ჩემი შვილები გავზარდე რომ არ გაინტერესებდეთ არასოდეს სხვა რა სიტყვის. იყავით თქვენ თავთვალმართალი, ჩვენ გვეცით პატივი და ყოველთვის ჩემ შვილებს ვდი ჩვენ მაგალითზე როგორ აი მე როგორც მუშაობ სულ გუგა სულ 24 საათი მუშაობს. მე როგორ ვექცევი ჩემს მშობლებს, ჩემ და-ძმასთან როგორ ვარ პატივისცემით, გვერდზე დგომით, მოყოლით მაგას ბავშვი ვერ ისწავლის. ამას ყველაზე იდეალური მაგალითი, ხო? მე არ ვეუბნები რა ასექენი ისექენი. მე ვაკეთებ ასე, მოგწონს თუ გინდა, ეს არის ის მოდელი, რაც შეგიძლია ნახო. თუ შენ რაღაც სხვა მოდელი გაქვს ცხოვრების, კი ბატონო, ოღონდ ჩემი სახლის გარეთ. შენი ხარჯები. აჰა, გასაგებია. ძალიან მარტივია, ხო იცი, ვინც მაფინანსებს ის მართავს. თუ გინდა ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც შენ გინდა რომ გააკეთო, როგორც შენ თქვი რომ უნდა გააკეთდეს და მართალი რაც არის, ამისთვის არის სხვა გზები, ხო? მაშინ ჩაილაგე ჩემოდანი, გადადი ცალკე საცხოვრებლად. წარმართე შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდა მთლიანად. იმიტომ რომ ისედაც თავისუფალია შენთან არჩევანშიც, აქციელშიც, ყველაფერშიც. მე ჩემს შვილებს ვერ ვიშორებ, არ მიდიან, თუ დედა უნდათ, იმიტომ რომ იმდენად ვთვლი რომ კომფორტული მშობელი ვარ, რომ ალბათ ხანდახან დისკომფორტი საჭიროა, რომ ბავშვმა გადაწყვიტოს, რომ მაგრამ არა, აი ნამდვილი ქართველი დედიკო ვარ, ოღონდაც აი ბიჭის ის რო იცი, ხო იცი, ბიჭს რო გამოარჩი. ახლა დედჩემიც ესეა, რომ აი კი გოგუები, მაგრამ ის ძმა მყავს 8 წლით პატარა და ვაიმე რატუნა, ვაიმე რუძინავს, ვაიმე მშიერმა დაიძინა, ნუ ხამხელა კაცია, ხო არ გავაღვიძოთ, მახსოვს მამა ჩემი ცოცხალი იყო და ვაჭამოთ და მე არა რო გაიღვიძოს, მე არ შეკრთეს და ნუ აი ამ იმაში. რამდენჯერ ესე იგი დარბარს უფრესთან თქვა ივიკო რაღაცა ხორცშისა და მინდა რომ ეს დაუჭრა და ვაჭამო და აი ივიკო გოგოს მიმართ ესე არ ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ის თან ის პატარაა შეიძლება ამიტომაც რომ უმცროსი არის ხო და აი ამ ქართულ კლასიკას ვერ ვშორდები, მაგრამ ვცდილობ რომ აი ჩემი თავი დავიჭირო რომ ეს არა. დაანებო თავი და დაჭრას თვითონ, ხო? მეც თან ისეთი სასაცილოა. ჯერ ხო პატარა ხარ, ალბათ მაგის წოლიან, რა ვიცი ხარ, თუ მოუნდება, როცა უნდა მოიყვანოს, მაგრამ მახსოვს 18 წლის არ მიფრინავს ახლა სადღაც სასწავლებლად მიდიოდა და გუგა შემოდის ოთახში. სამსახურიდან ბრუნდება, მეც ახალი მოსული ვარ სამსახურიდან და სადილი გავშალე რა და იციო შენი შვილი რომ მარტო არ არისო იქო ეზოში სტუმრების სახლი გვაქვს. ხო ვიცი მეგობარი ყო და ის მეგობარი რო გოგუა. ხო მე ძალიან კარგი თუ გოგუა მეგობარი მევთხარი. ხო და ეს გუგა უფრო დედამთილი იქნება მე მგონი. რა გავაკეთოთ? არაფერი მოვთხარ დაუძახე შემოიყვანე მევთხარი ვასადილოთ რაღაცა. ხო და მე ხო იცი როგორ მიყვას ეს ყველაფერი ის არის მისაღები ხოლმე ჩემთვის ყველაფერს თვალს ხუჭა, მაგრამ მე მიყვარს თუმცა გოგოს სტილის შეგრძნება აქვს რაღაცა ის. აჰა. ხო და კაკალია, პაპანაკება ივლისი შემოდის, ბათინკები დახატული ეს ემუსავი, შავი, ყველაფერი შავი პომადა, ნუ კარგი არა უშეშე. არა, ვაიმე ძალიან ცხელოდა სამისოთ, კარგად თვითონ ჩაცმი, მაგრამ შორტი კი ეცვა. ჩავხედე კარგი ამფეხი ქონდა, მოგისურვებ თან მე გავიგე რომ მათემატიკა იცის და ეს მათემატიკას ერთად მეცადინებ და უკვე ყველაფერი ეპატია ამ შავი პომადას და შავი ჩვილის ლაქიც და ბათინკიც. გენაცვალე მეუთხარი მოდი დავძე თან აი იმ წუთში ჩემ დაუნებრო ჩამერთო დედამთილი და ვერ კითხვარი წამოვიდა ხო? არა, ვერ ვაიძულე ჩემთვის რომ ეს დამძდარიყავ გაუწყოს და გამოვედი გუგას ძის და უკვე სავში უკვე ფიქრობ აი როგორ უკვე ავაწყე ხო იცი ამბავი და ამ დროს გუგა მე თვითონ მიგიყვანო სახლშიო ახლა ხო ეს ხსხვისი შვილი და ზუსტად ვიცი რომ მე ძალს გადავყვებიზეთ იმიტომ რომ ეს სხვისი გაზდილი შვილი შედის სხვასთან ოჯახში ისეთი რთულია რომ აეწყოს იმის ყველაფერზე იგივე ჯერ კაცები ხო იცი როგორი როყიო ხალხია უნდო რა ვიცი მე აი ქართველი დედის გაზდილი კაცების უმეტესობა ხო იცი როგორი დედას ბუშტები არიან პასუხისმგებლობა ქალის და ცოლის წინაშე ძალიან სუსტად მოკლედ მაპატია გადაინაწილება ამ ყველაფერს და შეუმსუბუქებს ხო და სულ ვიცი რომ აი ზუსტად ვიცი რომ სულ ვიქნები რძის მხარეზე მაგრამ თავიდანვე მინდა ისეთი რძალი რომ ეს რძის მხარეზე მთელი გულით ვიყო გესმის გინდოდეს ხო
ხო, ყველა ვარიანტში ვიქნებ, მაგრამ აი გულიდან რომ მოდიოდეს თანადგომა. და არა იმიტომ რომ ეს ესაჭირო და თორე ზუსტად ვიცი რომ ჩემმა შვილმა რომ ოდნავ აწყენიოს ჩემ ბრძოლს, დედ გამასწრებს ორნაბიძეს, შვილს გავაგდებ ბრძოლს დავიწყო. აუ რა მაგარიანი. ხო და ესა, აბა რა, ეხა სხვისი შვილი მოიყვანე, ბავშვი გაგიჩინე, ჩემი შვილიშვილს თუ გამიჩეს, რას მეუბნები, იმაზე მეტი საყვარელი ადამიანი ვინ მეყოლება ცხოვრებაში. ხო და მოკლედ ხედან და გუგა სიჩუმე აქვს არა თუ რაღაცა საუბრობენ. საუბრობენ რაღაცას მეყური ესე მაგრამ მალე დამთავრდა ისტორია გუგა გიждდება შეიძლება ვახსენო მოკლედ გაზიანი ერთ-ერთი ცნობილი სასმელია რა ყველას უყვარს დიდ პატარას და გამოვიცანით ახლა სამი სავარაუდო პასუხიც არ ხო გვინდა. და გუგა უსხამს და ეს ძალიან დამცინავა ჩემი უღლეს ეუბნები ჩვენს ოჯახშიო ამასო არავინ არ სვამსო და საერთოდ ჩვენ ამას არ ვსვამთო. აუ გუგას ეს რელიგია შეურაცხყვეს მივხვდი და ენა სულში ჩააფრთხეს. ეს ხელში ხო შეახმა ეს ბოთლი და გამოდვერ და უყურებს სახეს ეს ცივი სახიდან. წავიდა გამოვიყო მე წყალი დაუსხა. კარგი, ოღონდ იმის მერე გუგას ხმა არ ამოუღია. ხო შეიძლებოდა ვეთქვა რომ არა გმადლობთ არ მინდა ან რაღაც. ასე გამოგვიყვანაო რაღაცა. არა ჯანსაღი ხო იცი აი თქვენო ქაჯები ხარ თუ ჩვენო ამას ოჯახში არ ვსვამთ. შენ უკომენტაროთ დატოვე? რა თქმა უნდა. გამოსყოჭე ხრინო. ჩემი გასაკეთებელი აღარაფერი აღარ დარჩა იქ უგამ უკვე იქ დაამთავრა. მიიყვანა სახლში. დავინახეთ. თქვენი ერთი წვეულება დავინახეთ და ყოველს ხასიათი გავიგე მე პირადად ამ ერთი რაღაცა ისტორიით. და რა ვიცი მე გუბივიკოც გაფრინდა და რაღაცნაირად აღარ გაგრძელებულა, მაგრამ ეს სახე გუგასი არ დამავიწყდება, რომ აი მისი წმინდა სასმელი რომ შეურაცხყვეს უძებ 2 წამში. ხო და აი გოგოების მიმართ, ახლა ჩვენს მიმართაც აი ბაეზე ვიცი რომ ის უძლებს. აი არ მეცოდება რომ 24 საათი საოპერაციოში და მე მეცადინეობს და მე ბავშვulis და მე კი ყველაფერში ბავშვთან დაკავშირებით ვეხმარებით, მაგრამ ეს არის ჩვენი პრობლემა. და იმიტოა რომ ჩვენთან არიან ქალები ბევრად ძლიერები, იმიტომ რომ დედები ქალებს დიან და მამები ბევრად უფრო დამოუკიდებლებს, ბევრად უფრო გამძლეებს, ამტანებს, ყველანაირ კედელს გაიტანს რა. ამ ბიჭებს ხოგენ მე თვითონ ვაღიარებ, სულ მინდა რომ ივიკოს შევეხიდო, რაღაცა იმას ვქნა და აი ეს გეცოდება თუ რაღაცა უფრო ისა. არ არსებობს რომ აი დღის ხა ბაი თვითონაც ისეთია მე თვითონ არ ვარ ესე პუჩუმუც, მაგრამ ივიკოსთან მივალ დემოდი და ესე ჩავეხუტებით ერთმანეთს, მე ის წავა. აი გულწი მტკივდება ივიკოზე. ეს არის ქართველი დედის პრობლემა. მაგრამ მე ეხლა საუბრობდი თეთრ ლოტოს, რა არა, რომელ ფილმში იყო? მაგრამ შენ აბალანსე. ანუ მარტო საქართველოში არ არის. რაღაც ცნობილ სერიალში ვნახე. თეთრი ლოტოსი ხო წინა სეზონის, მეორე სეზონის, ძალიან ისეთი ოჯახია და ეს ქალი ძალიან წარმატებული რაღაცა პულიცერის პრემიის ლაურეატი რაღაც გმირი ერთ-ერთი, რომელსაც სულ გაურბის ხელი რომ შვილს რაღაცა დაუჭრას თინეიჯერ ბიჭს. და ეს ქმარი რომ ყოველ ჯერზე აჩერებს და მანდ მივხვდი რომ ეს დედის სენტიმენტები ბიჭის მიმართ მაინც სხვა არის. ხო და არის შე როგორ გაქვს აბა შენ აბალანსებ იმით რომ ძალს თურმე ისე დახვდები და ისე იქნები მის გორდით ეს ხო შეიძლება ნიშანია გადასარევი გამოსწორება ეს ყველაფერი მე ჯერჯერობით პატარები არიან და ვერ მოვიტყუები არ მაქვს ესე რომ იკუნასთან სხვა ინსტინქტები მაქვს და ნინასთან შეიძლება იმიტომ რომ ჯერ პატარები არიან და ერთნაირად ბაია რომ გამისდა და ეხა ივიკო 31-ის ვიყავი რომ გავაჩინე მეორე შვილი იყო და უფრო შეგნებულად დავხვდი ამ ამბავს აი იკუნა რომ გამიჩნდა პირიქით ყველა რჩევა გავითვალისწინე და მთელი ყურადღება ნინაზე მქონდა რომ ნინას რაღაც გულისწყობა არ ქონოდა და პირიქით იკუნას რაღაცნაირად ვაკლებდი ყურადღებას. ნუ მე რაღაცნაირად სხვანაირად ვარ ჯერჯერობით და თუ რაღაცა ვაღიარებ კი. არა იცი რა არის ბიჭებმა იციან სხვანაირად დედაზე მოკრა. ეს არის რაღაც სხვა ისა. მათშია ესეც ხო მათი ბიოლოგიაც არის დედასთან ესეთი. ერთადერთი ხო იცი ავიდე და მთის გამოსხალი მრავალი და დედა ერთია. კი ეგ გამოთქვები ვიცი რა თქმა უნდა. და მოდი შევებწულოთ ამ სტეორეოტიპებს. მე ჩემ თავში ვებრძვი. მუხჩა უხრა. კარგია. ყველაფრის აღიარება და ყველაფრის სამართლიანად თქმა შეგიძლია. არ მიყვარს შეფუთვა რის გამოც მე ხშირად ვილანძღები. თვითონ ვარესებს რო შვებიან და მე რო ხმამაღლა ვაღიარებ ჩემს მინუს, აი ის გეგონება თვითონ ცხოვრებაში არავის არაფერი არ გაუფუჭებია და სულ სახარება უდებ წინ და ესე მიუყვებიან ცხოვრებას.
მერტმა თავის სიმართლეში გაუმართლა. ასეთი სამართლიანი რო ხარ და ესეთი რაღაცნაირად სიმართლის მდგმელი და ასე შემდეგ ძალიან კომფორტული ხარ და ძალიან ნადვილია შენთან მეგობრობა და ძალიან ესე სულ გარშემო ყავს მეგობრობა, მეგობრები. ვინც თვითონ არის გახსნილი, თვითონ არის მართალი და ამიტომ შენ რო ასეთი ხარ, იმიტომ გიადვილდება და ვისაც არ უყვარს ეგეთი, იმას უჭირს და ვერ უძლებს, იცი? ქონია ეგეთი შემთხვევა, რომ შენმა მეგობარმა ვერ გაგიცლო? თუ აი როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან, რაღაცა მათ ცხოვრებაში ძალიან ჩართული ხარ, შენი რჩევებით, შენი სიკეთით. არა, რჩევები არასოდეს არ, რჩევები არ მახასიათებს, იმიტომ რომ ადამიანები როგორც ის რჩევებს არ ითვალისწინებთ, მეც არ ვითვალისწინებ რჩევებს. თავის ნათქვამა ქალია. არა, მე თუ შემიძლია დაგეხმარები. რომ აი რაღაცას რომ თხოვენ, თუ შემიძლია რომ 1% ნუ გაჭირებაში პირველი ახსენდები, ეგ ფაქტია. ეგ ეგრეა. და ამიტომ ჩემი პირველი ის არის შეკითხვა, როცა მირეკავი მშვიდობაა და მე სხვა დანარჩენი და ესე მივეჩვი რომ უბრალოდ ტყუილად არავინ აღარ მირეკავს და ყველას რაღაცა უნდა. ხო, მაგრამ აი ეს როლი მომწონს. მე სიამოვნებას მანიჭებს დახმარება ადამიანის თუ რამე შემიძლია, მართლა სიამოვნებას მანიჭებს. ვერ წარმომიდგენია რომ რაღაცა შემიძლია და ეს გავატარე და არ გავაკეთე და თუმცა ჩემ აი ვიღაცას რაღაცა თხოვ, ჩემ გამო ვერავის ვერაფერს ვერ თხოვ. ხვის გამო 100 კარს გავაღებ. მაგრამ მე აი ესეც კომპლექსია, მე არ შეიძლება რომ რამე მткиოდეს. მე არ შეიძლება რამე მიჭირდეს. მიჭირდებოდეს, მე ხომ მაგარი ვარ და ხანდახან ისე შევდივარ ხოლმე როლში, მე ჩავიხედა დებილურ მაგარი ხარ. ოღონდ დაიღალე, ვეღარ დგეხარ ფეხს და ხანდახან უნდა იყოს სუსტი. ქმერთან ვისწავლე უკვე თავის მოსაწყლები. როდის ისწავლე? 1-3-4 წელია უკვე ვისწავლე, აი ცოტა თავს. წევიქცევ ხოლმე. რო ისე ხარ, ხო? ხო, რომ აი უნდა აცალო კაცს, რომ მოგხედოს, მოგიაროს, რაღაც დაანებო, თავი რაღაცაზე მიუუშვა და აბსოლუტურად მიშვებული მყავს უკვე. შენ კომფორტულად ხარ ეგრე, როდესაც მართლა მე არ ვიცი ეგ და სად ვიყავი აქამდე? ხა ისე სიამოვნებით აკეთებს, კაცებს უყვართ, როდესაც პატრონობენ ქალს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, მე მგონი ძლიერი სიშტერე და სისულელეა. კაც უნდა აცალო რომ მოგხედოს, იმიტომ რომ ეს ახლა ამაზეც მე ის რა ეს კვინჩა ქალები რო არიან ქალთა უფლებების დამცველები დამცხებენ კაცს. ზუსტად ქალის უფლებებს ვიცავ, კაცებმა უნდა მოგხედონ, მოგვიარონ და თუ ჩემი სიამოვნება ეს არის ქალის და იყოს ესე რა პრობლემაა. თუ ჩემი სიამოვნება არის რომ ვიყო ასე ძლიერი და კი ბოლგი იყავი ეგრე, ვისაც როგორც ძლიერი ქალი იყავი, ვინ დაგიშალა, მაგრამ კაცაც აცალე მოგხედოს, მოგიაროს, დაგიყვაო, შენს მაგივრად ახლა ყველა ნატურა შენ უნდა ცვი ამ სახში ვარ. ერთი დატოვე, ხო, ერთი დატოვე გასაკეთებლა. კი, კარგია, მეც ძალიან მომწონს, დიდი ხანი ვაკეთებდი მარტო ყველაფერს და მეც ძალიან მომწონს, რომ ეს რაღაცეები ჩემი ცხოვრების, ჩემს გარეშე გვარდება, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა მართლა. და ისე თვითონაც აი ვატყობ, რომ კაც არ უნდა წართვა ოჯახის ბურჯის ფუნქცია. არავითარ შემთხვევაში ყველაფერი უნდა აკეთოს კაცმა. აი რამ ხლა სიფცნე არის. ნუ ახლა დავბერდი მეგობრებისთვის. სანამ ახალგაზრდები ხართ როზე მიხვდით მაგას. და ამაში გადართე გუგა ამ ახალამპუაზიც ესეც კარგი არის, ესეც რამ ხლა ძალა არის, რომ უცებ გადართე და არ გაეცინა ამაზე, რომ უცებ სუსტი ვარ და მომხედეო, რომ არა, იცი რა, პირიქით ძლიერის მიხედვა კიდე უფრო აძლიერებს მამაკაც, რომ აუ შეხედა ეგეთი ძლიერი ქალი და კიდე მე ვხედავ ჩემს გარეშე ვერაფერს ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა. ნინ, გითხარი შეს მეგობრებს. გუგა ძალიან მაგარი ბიჭია, კი ეს ყველამ ვიცით და ის რო ცოლი ესე ვარსკვლავებით ლაპარაკობს ამდენი წელი მასზე, ამაზე მაგარი დეტექტორი ქმარს არ ყავს და შემქები და ხო, წარმოიდგინე გვერდზე პლასტიკური ქირურგი რო გიწევს, აი მაგაზე მეტი ბედნიერება და არაფერი. შეცე მოვიდა დააღლილმა გამიკეთა ბოტოქსი. რა ექნა მეტი? არ დაწვეს სანამ ბოტოქს არ გამიკეთა. ჯერ მოქმედ, ჯერ ახლა იმაშია. თვითონაც გეუბნება რომ ნინ არ გჭირდება თუ თავიდან ბოლომდე გემორჩილება რა ჩემი კაპრიზია და გინდა იმას ხედვას ხო? კი, ზუსტად მეუბნება რა არის საჭირო და როგორი.
მაგათ ახლა როდესაც ნაბახუსებზე გული უჩქარდება წნება აქვს გვერდზე კარდიოლოგი ცოლი რო უწევს ცუდია ძალიან კარგია ბაბალანსე ძალიან გაგიმართლა რაღაცნაირად ოჯახში შევიხედეთ კიდე ძალიან ბევრი თემა დაგვჭირა რაზეც დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებ შენთან და ვასიამოვნებ ჩვენ მსმენელსაც რეკლამის მერე დავბრუნდებით ნინო ნადირაძე არის ჩვენი სტუმარი ჭიკჭიკებს გემრიალ ქერა ხო ქალუსია არა ეხა დასწორებული მე პირველად დავიჭირე ნინოში ეგრო ის არის ქალუსია რა არა გრენდაიზერი არ არის არ ხარ გრენდაიზერი ქალი სულ ეგეთ სიტუაციებში ძალიან ხარჯეთ ვაფშე არ მინდა ხო დრო კონდეს ხო ლაივს არ დავეციოთ რეკლამაც გამოვიყენოთ ახლა რომ ლაივს რო არ იმას გიქნათ უი გადასარე მიდი ისიც ვერძი ყოფილა შარაშენიძის ქალი იცოდი თუ მშვილდია ვერძი ვინ არის შენ ხარ ვერძი ნინი არა ქალო ვერძი ვარ რომ მითხრა გოგო ვერძი ვარ რომ მითხრა რა ნამდვილად შვილდოსანი რატომ შვილდოსანი კი შენ ვერძი ხარ აუ იმიტომ მოსწო შენ მორიელს გოგო მორიელი ხო იცი ვერძის ღამეა ჩვენ ვერძი არის მორიელის დღე ჩვენ კულტონი მართავს ორი ჩვენი dark side არიან ესე დაუბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ძვირფასო რადიო მაყურებლებო ვინც ახლა შემოგვიერთდით გეტყვით რომ ნინო ნადირაძე ყავს სტუმრად ქალი ექიმი კარგი მეგობარი ლიდერი მეწარმე მეოჯახე დედა ავიქალი ეს რა სტატუსი არის ნინო ვინმე თქვა შენზე თუ ავიქალს მეწარ ავიქალი რა რეაქცია გაქვს ამაზე აიმე ვარ და რანაირი ხა პერიოდულად ვარ ხოლმე ხა ეგეც არის არა ავიქალი იცი ვინმე ცოტა ძალიან ეშმაკები არიან ექალები სიავეს მალავე ყველაზე წყნარი დექილები ვინც არის ისინი ყველაზე ავები არიან და საშიშები მე პირდაპირ ვიცი თქვა და პირდაპირ ვიცი თუ რაღაც საომია თუ საცემია თუ საყვირალია პირდაპირ და მაგ ჩუმი ქალები ესე ჩუმად ისეთ ინტრიგას დახმართავენ და ისეთ საფლავს გაგითხრიან თვალს არ და ხამხამებ და უკვე ქვაგადებს. შენთან პირდაპირია ყველაფერი, ხო? ყველაფერი ჩანს, ყველას განწყობა. თან წინასწარ ვაფრთხილებ, მოწინააღმდეგე ხარეს რომ გადავდივარ შეტევაზე. ყველაფერს ვიცავ. გასაკეთია. ვინ ყავს მეგობრები გარშემო შემოკრებილი? ვინ შენს ჭკუაზეა? გინანავებს, გემრიელად ხარ, კომფორტულად ხარ თუ გააქვს ეს რაღაცა ისინიც კონფლიქტებიც მეგობრებთან თუ უკვე ამასაკში აღარ გინდა ეს ყველაფერი? ხან ქონია ხოლმე ეს კონფლიქტი როგორც ესე ჩხუბით არასოდეს არავისთან არ მიჩხუბია აი ესე რომ მიჩხუბა მე ვიცი უხმოდ განზე გადგომა რაღაცა თუ მეწყინება მე აღარ ვიწყებ საქმის გარჩევას თუ საქმეს ვარჩევ ისე იგი არც ბუტვას ვაპირებ და არც არაფერს უბრალოდ მე რაღაცა არ მომეწონა გეუბნები და უნდა გამოვასწოროთ მაგრამ თუ მეწყინა არ ვიცი საქმეების გარჩევებით აი ესევე უხმოდ ვიცი გაჩოჩება გვერდზე საერთოდ მე რაღაც ამნეზიასავის მემართება თითქოს ის ადამიანი არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში არც ჩემზე ლაპარაკობ აი საღარ ეგეთი ადამიანი მეორე არ მინახავს ეთქისება მემართავს არ ეს რაღაცა შური ვიდეო დავიმახსოვრო საჩემი უბრალოდ ჩემს მეხსიერებაში რაღაცნაირად ხრება და აღარ მახსოვს კი, ზუსტად ვიცი, რაზეც ლაპარაკობ. ნინო, ეს სწორია ნეტა ეგ. სულ ვეკითხები ჩემ თავს. იმ ადამიანებთან ხო გვაქვს ჩვენი რაღაცა ისტორია, კარგი თავგადასავლები, დიდი სიყვარული. მე ერთ-ერთი ისტორიებით არ ცხოვრობ ხოლმე. მეორეც ერთი, იყო დამთავრდა ხარ, ამდენ შეიძლება ერთ და იგივე ისტორიაზე, რაც უნდა კარგი წიგნი იყოს, ამდენ შეიძლება წაიკითხო, რომ აი, დავაი მე წიგნი დავკარგე. ხო წაიკითხა 500 ჯერ ის წიგნი უკვე დაკარგე, იმ წუთში ხო ისიამოვნე თუ რაღაცა. ასე იყო საჭირო და მორჩა ამ განწყობით. მე არ ვთვლი საჭირო, თუ ურთიერთობა ისეთ რაღაც ადამიანებთან, როცა ეს ორი მხარე უნდა იყოს ჩართული აი ამ ურთიერთობის გაფრთხილებაში, ხელშეწყობაში და თუ რაღაცა ერთი მხარის ხარჯზე ხდება ის ურთიერთობა დიდხანს ვერ იქნება ჯერ ეს ერთი და მეორეც ერთი არც არის საჭირო რომ იყოს. და ასაკთან ერთად ეს მეგობართა წრე ძალიან მცირდება.
კი. ძალიან მცირდება. ადრე რო ამბობდნენ წინდა და ეხლა მეც გეთანხმებით. ჯერ ესეთი ძალიან ბევრი მეგობრობა და ხშირ კონტაქტი ჭირდება ბევრი დრო და ენერგია. სანამ ახალგაზრდა ხარ, შენ შეგიძლია იქ ოჯახი არ გამძიმებს, იქ უფრო მეტად ენერგიულიც ხარ, მეტი ძალები გაქვს, მეტი ფიზიკური შესაძლებლობები გაქვს, მეტი мотиваციები გაქვს და ასაკში რო შედიხარ, იქ ოჯახი, შვილი, დედა, მართალი ხარ. და სახში რომ მიდიხარ, უკვე ფიზიკურად დრო არ გრჩება კიდე რაღაცა დამატებითი ურთიერთობებისთვის, იმიტომ რომ ამასო კიდე ძალიან მინდა ხოლმე მიხარია სტულად რომ მოდია, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვქაჩავი, გააწყე, აშალე, მასკენი, თან მიხარია ეს ურთიერთობა, მაგრამ რო ვიცი რომ ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე სამსახურში წავიდე, მერე ვეღარ დავდგები ფეხზე, ანუ ეს უკვე რესურსის დაზოგვა ხო? რესურსი აღარ გაქვს, იქ შვილი და უკვე ფიზიკურად ვეღარ ძლებ და ამიტომ გრჩებიან ბოლოს ისეთები, რომელსაც შენი უსიტყვოდ ესმით, რომელთანაც არ ჭირდება ყოველწამიერი ურთიერთობების დამტკიცება, განმტკიცება, კონტაქტები, შეიძლება ერთ წელი გავიდეს არ ყავდეს ნანახი და განალაპარაკებიც არ იყო, მაგრამ ზუსტად იცი როგორც კი შეხვდები, იმ წუთიდან გააგრძელებ იმ ურთიერთობას, სადაც მქონდა ეს მე კლასელები და ისინი მყავს ბავშვობის 5 წლიდან რომ მოვიდოდ, შეიძლება 2 წელი ალო არ მქონდეს ნათქვამი, მაგრამ ჩემ გულში არიან და როცა ვნახულობ სულ ვიხარია, იმიტომ რომ ისიც ისეთივე დაკავებულია და ჩვენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ გულში ვატარებთ და არ მაქვს პრობლემა რომ აბა რა ხდება 2 წლის ამბავს მოყვები ერთად კი, რომ დაეწევი ყველაფერს ერთად. აი ეს ნამდვილი მეგობრობა რასაც ქვია და ასაკში შეძენილი მეგობრები ყავს, რომლებიც ძალიან კარგები არიან და მე ვფიქრობ, რომ მეგობრობის უმთავრესი პირობა არის რომ არ გქონდეს შენი შური. გეთანხმები. სხვა დანარჩენი არ მიასე ხარისხოვანი. აი ოდნავ მაინც შენი რაღაც ადამიანს თუ შურს ის მეგობრობის თავს, იმ მეგობრობის თავს ყოველთვის ის დამოკლეს მახვილია ჩამოკიდებული და როდის გაწდება არავინ იცის. და ძალიან ხშირად კიდევ რომ მეგობრობა ვერ უძლებს თუ რაღაცა ერთ ინტერესის სფეროში ხვდები და ინტერესთან თანხვედრა თუ ხდება და გადაკვეთა და აი მანდ ჩანს ხოლმე საქმიან ნაწილში გულისხმობ, ხო? აი სიტყვაზე მარტივს გეტყვი, რაღაცა როლია. და ორი მსახიობი წარმოიდგინე, ძალიან მეგობრობენ, აი საოცნებო როლია და ერთ-ერთი დაამტკიცეს, რომ ის მეგობრობა დამთავრებულია. ხო ხდები რასაც ვამბობ. აი ეს პროფესიული ეჭვიანობები, შეიძლება ვიღაც მამაკაცის გამო, ან რაღაც არის ყოველთვის თავარია რომ ეს ინტერესების შესწორება არ მოხდეს, თორე ძალიან მაგარი მეგობრობა მინახია, აი ამ ინტერესების გამო დაშლილი და ჩამოშლილი. კი. ასე რომ არის სიბრძნე ყველაფერში, რასაც ამბობ კი და აი ამ ყველაფრის გადატანა და თუნდაც იმ როლზე დამტკიცებით, რომ მიდი და გილოცავ და იკო და ყოჩახ, აი ამის გაძლება არის ნამდვილი მეგობრობა და მართლა ამის გულწრფელად გახარება, აი ეგ არის ძალიან მაგარი კარგია ეგეთი მეგობარი როცა ყავს რა და როცა ესი არჩე, მაგრამ მართალი ხარ რაღაც ასაკის მერე იფილტრება და უკვე გრჩება ეგეთი ადამიანები. ცოტა ადამიანი გრჩება და ამიტომ მაგრამ ჯობს ცოტა და მაგრამ ისიც კარგია, ის პერიოდიც კარგია, როცა ყველა შენი მეგობარია. ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო. თავისი, კი. მე მაგალითად ეხა მარტო ყოფნა მიყვარს, გიყვარს მარტო ყოფნაზე, აი რომ ვიცი რომ ბავშვები სად არიან ყველაფერს იწვენ და აი ეს სახში რომ ვარ, ეს ტელევიზორი ჩართული, რაღაცა წიგნი მიდევს ან ჟურნალი, აქ ტელეფონი, წიგნი, ჟურნალი, ტელევიზორი. ყველაფერს ერთდროულად უყურებ, გაემაშვები, ოღონდ არაფერს არ აღვიქვამ, უყურებ ტვინი მას გათიშული და აი ეს შაბათი კვირა თან სულსადმე წავიდნენ და სახლიც არიელდება და შემიძლია რომ დავისვენო და არაფერი არ გავაკეთო ცაში ვიყურო, როგორ მიყვარს. კარგი რელაქსია, კი. ადრე ახალგაზრდა რო ვიყავი, არა რა წამოვაწვენდა მას. სპეციალთას მეორე ბავშვს. მინდა რომ გიშდები შენს პროფესიაზე და შენს იქიმობაზე, ეს ვიცით, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ. ხა მე რამდენჯერაც მოვედი სტუმრად თქვენთან გადაცემაში. აი ამ ტელეწამყვანობის ამპლუაშიც გადასარევად გრძნობ თავს. ეს ადამიანები განაპორე პირობებს ამას ვისთანაც კომფორტულად ხარ თუ უბრალოდ ძალიან მოგწონს ტელეწამყვანობა და სულ არის შენი მეორადი პროფესია ესე გრძნობდი. რაღაცა ბევრი ხარ
მე არასოდეს არ მიწვალია რომ სადღაც გარეკანზე მოხვედრილიყავი რაღაცა სტატიის იმაში ან რაღაცა გადაცემა ჩემით არასოდეს არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი არსად არ მომითხოვია ეს ამბავი და რაღაცნაირად თავისით მოხდა და მოვიდა ეს ამბავი ეტყობა აი ამ ჩემი რაღაცა ცოტა უცნაური ხასიათების და ქცევების აქცია და ეტყობა ეს ღიაობა ეს საუბარი ეს არ დამალვა ალბათ რაღაცა ცოტა განსხვავებული ტიპაჟი ვარ, რამაც განაპირობა შემდგომში ჩემი რაღაცნაირად ცნობადობის ზრდა ამ დროსთან ერთად, იმიტომ რომ ერთია როცა ერთჯერადად შეხვდები გავარდება შენის და როცა მრავალი წლის მანძილზე ახერხებ რა არის ფიქრობ მაგაზე. გამოდის ისე რომ სულ რაღაცის გამო ხარ საინტერესო. ხან კარგი საქმის გამო, ხან ვიღაცისთვის ცუდი საქმის გამო, არ ვწმენდი რომ ყველაფერს კარგს ვაკეთებ. ხო, მაგრამ თან ცხოვრებაც ისე აწყობს, რომ სულ რაღაცაში ვარ სულ ხარ, სადღაც ხარ. რაღაცაში სულ ვარ, ხან შორში და ხან სიკეთეში გახვეული. ტელევიზია კი მიყვარს, იცი რა, ჩემთვის ეს არის რელაქსი. იმიტომ რომ როდესაც კლინიკაში მუშაობ, ძალიან ძიმეა ეს გარემო. კი. ემოციურად ძალიან ძიმეა. იმიტომ რომ მიქო კარგისთვის არავინ მოდის არა. მესმის. და ტელევიზია არის მაინც რაღაცა სიბჭყვიალე, მაინც მიუხედავთ იმისა, რასაც ჩვენი იმედი გადის აი ამ წელვა კრულვას, რომელსაც არანაირად არ იმსახურებს და ჩემს გულთან არც მოდის, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ჩვენთან აქ რა ხალხი მუშაობს, გინდა რა იმედში, გინდა რადიო იმედში. ჩვენ ხო მართლები ვართ. ჩვენ ხო ყველა გვიყვარს, ჩვენ არასოდეს სიძულვილის ენით არავის მიმართ არ გვისაუბრია. ჩვენ არასოდეს არ გავიმეტებთ ადამიანებს იმ ეპითეტებისთვის, იმ ზიზღისთვის, რასაც ჩვენ თავს არ ვაკადრებთ ასეთ ზიზღს. ჩვენი მოყვასის, ჩვენი თანამოქალაქის მიმართ. რაც არ უნდა ერთ აზზე არ ვიყოთ, ნამდვილად. არც ერთი იმედის თანამშრომელი არ აკადრებს თავის თავს ასეთ ზიზღში ჩაიხჩოს. მე ყოველ შემთხვევაში ჩემი რაღაცა პოზიციის გამო ადამიანებს არ განვიხილავ და არ მარჩევ. ის არის რომ ჩვენში ბევრად მეტია პოზიტივი, ჩვენ არ ვშორს არავისი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი, სხვებიც გვიყვარს, მწერიც გვიყვარს, მოყვარეც გვიყვარს და ჩვენ საერთოდ ზოგადად არ ვუყურებთ სხვებს როგორც წრებს. და ზუსტად ეს არის, რომ რაზეც დგას იმედი, რაც აქამდე აძლევს ამ ტელევიზიას და რადიოს, რომ იყოს ყველაზე რეიტინგული. ახლა ძალიან ბრწყელ სიტყვებით გამომდის, მაგრამ რეალურად ეს სივრცე დაცლილია იმ სიძულვილისგან, რაც ჩვენს გარეტრიალებს და ძალიან დიდი როლი იმაში, რომ რაღაცნაირად ბევრი ადამიანი უკვე სხვანაირად ფიქრობს და ისეთი რადიკალური აღარ არის, ზუსტად იმედის, რადიო იმედის, ტელეიმედის დიდი დამსახურებაა, რომ მიუხედავად აი ამ ლაფის ხმისა ჩვენ მაინც მუშტი არავისთვის მოგვიღერებია. მიუხედავად ეს ჩვენი ჟურნალისტები კედელთან მიყენებულები რა ხმეტირება რომ ახსენდება რა დღეში აგდებდნენ ან გოგო ბიჭებს და მაინც რომ მედგრად მათგან არ წამოსულა ზიზღი, მათ არ დაუბრუნებიათ ის სიძულვილი, რაც მათ მიმართ განხორციელდა და ნახეთ, მე სულ ვამბობდი, რომ გავიტანოთ, მოვიცათ და დროის განმავლობაში ამან გამართლა ხედავ, იმიტომ რომ სიკეთე ყოველთვის ადრე თუ ვერ მაინც იმარჯვებს. ეს 2x2 შეუძლებელია მუდმივად სიძულვილის რეჟიმში ცხოვრება. სიძულვილი განგრევს, ზიზღი განგრევს და ჩვენ ხო ამ ქვეყნის შვილები ვართ, უყურდა როგორ შეიძლება ვიღაცა ამოვიძულო და ძალიან ძალიან რთული ამ პირობებში ცხოვრება და ამდენი მისატანა ნამდვილად. რა ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, თავის საქმის პროფესიონალი. მე არ ვთვლი რომ ახლა სულ ახლა ჟურნალისტი ტელეზამყვანი სხვა რაღაცაა, ჟურნალისტი სხვა რაღაცაა. ჟურნალისტი ხა რო შეხედავ ესეთ სიუჟეტებს რო აკეთებენ ეს სხვა პროფესიაა, სხვა მძიმე რთული პროფესია. ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომელიც არც ჩანს კადრში და კაც მიღმა მუშაობს, რაზეც დგას, ეს არის ბაზისი, ფუნდამენტი აქაურობის, ხო? მათზე ტყდება ეს ყველაფერი. ამიტომ უბრალოდ შეხედე ჩვენ ხანდახან მიფიქრია რომ აი ეს პროდიუსერები, სცენარისტები, ჟურნალისტები, რომლებიც ესე შრომობენ, რომელთა შრომა გარედან არ ჩანს და ეკრანზე თქვა ჩანვარ მე, შენ, ნოე თქვა ვიღაცა, მაგრამ შეხედე სამაგიეროდ ეს ზიზღი და ლაფი ჩვენზე მოდის. ბულინგი მოდის ჩვენზე და ამიტომ ჩვენი წილი ტვირთი გაგვაქვს, ხო? იმიტომ რომ
ვთქვათ, აი ამ ბაზისზე, რასაც შევამდგავართ პროდიუსერები, ჟურნალისტების, ოპერატორებს და ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი შრომაზე, მაგრამ ჩვენ მათ მადლობას ამით ვუხდით, თუ ჩვენ ვართ ბრძოლის წინა ფლანგზე და ყველაზე მეტი ქვა, ტალახი, ვირზე უკუღმა შესვლა ხდება ჩვენ. ნუ ესეა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ხიბლი და მე ბზად ვარ ვიждე შემსვან უკან უკუღმა ვირზე მეს რომ ლაფი ტალახი მეს ჩემს ინდის ხო, მაგრამ აღარ გვინდა, გვინდა პირიქით იყოს. მე უბრალოდ არ მინდა რომ მე ვაპატიებ ამ ხალხს უბრალოდ თვითონ ცოდვებიანია როგორ შეიძლება სულ იყო ესეთ რეჟიმში და ამიტომ გათავისუფლდეს ადამიანები ამ სისხლისგან. ჩვენ ისევ ამ ქვეყანაში ვჩვევით, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთს უნდა უღიმოთ, შვილები მოუნათლოთ, ერთმანეთის შვილები დაქორწინდებიან, რა ვიცი და ამიტომ რაღაცად უნდა დამთავრდეს ეს რაღაცა. დათბეს ეს ყველაფერი. და მე მგონი მაგეთკენ მიდის ნელ-ნელა, მე ესე ვატყობ. კანტ ნოტაზე დავასრულეთ ჩემი აზრით. მე კიდე არ ვიცი ხა შენ დაჩენამდე გნახავ კიდე რა ვიცი ერთი თვე არის შერდა გადავეკეთებით ერთმანეთს როგორ არა ოღონდ მეოთხეზე საუბარი არ დაიწყო არა ეს იქნება მე სამი შვილი საკმარისია ვაიმე შენ გამოუშვი ეს უკვე ტრადიციაა მე მგონი ეს უკვე ამის შემოვარდნა უკვე ტრადიცია გახდა ამისი შემოვარდნა დიდი მადლობა ამათ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენს გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენს დედაჩაც, მამებსაც, ბებიებს და ბაბუებს და ეს არ არის მარტო ჩემია და იმ თაობისა და ამ თაობისა. ახლაც მინდა ცხოვრება, სიბერეშიც მომიდება ცხოვრება და ახალგაზრდა რო ვიყავი, მაშინაც მინდოდა ცხოვრება და ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ნუ ჯიჯგნით ერთმანეთს. გადასარევი სპიჩია, ძალიან დიდი მადლობა ნინო. კიდევ ერთხელ აუცილებლად გელოდები, იმიტომ რომ სასაუბრო ბევრი დაგვრჩა. ნახვამდის უთხარი დედა, ყოველს უთხარი ნახვამდის. უთხარი ნახვამდის. შენ რო სოსკა გადააგდე უთხარი საწვომა რა მაყურებელს. ნახვამდის ირფასებო შემდეგ ხუჩაბათამ.